რეჟიმის სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აქციების კიდევ 4 მონაწილეს. ესენი არიან 2 დღის წინ დაკავებული მოქალაქეები, რომელთაც სრულად გაატარებინეს იზოლატორში 48 საათი. დღეს კი დაუმატეს დღეები სასამართლოს გზითაც. მეორედ შეუფარდეს პატიმრობა აქციების მონაწილე ბაია მარგიშვილს, მან უკვე გაატარა ციხეში 14 დღე და ახლა 5 დღით გაუშვეს იზოლატორში. სხდომები ამ წუთებშიც გრძელდება. ნანო ჩაკვეტაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან. ნანო, შევაჯამო დღევანდელი დღე და თავდაპირველად დაზუსტება იმის შესახებ, ხომ არ დასრულდა კიდევ რომელიმე სხდომა? Ვახო, ქართული ოცნება კონვეირული წესით, როგორც ჩანს, ისევ განაგრძობს აქციის მონაწილეების მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას ჯერ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ უკვე მათ გასამართლებას სწორედ ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოყოლებული დილიდან მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად ამ დრომდე ისევ გრძელდება დემონსტრანტების გასამართლების პროცესი ერთმანეთის მიყოლებით, მათ შორის ქართული ოცნების სანქცირებული მოსამართლეები, პროევროპული აქციების მშვიდობიან მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით პატიმრობაში უშვებენ. დღესაც ტრადიციულად არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არც ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე არ დამდგარა. რაც შეეხება პროცესებს, რომლებიც უკვე დასრულებულია, სულ რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე დემონსტრანტთან დაკავშირებით მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე უკვე დადგა განაჩენი. გეტყვით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შესახებ სამოქალაქო აქტივისტ ლუკა ხიზაძეს ის 2 დღის წინ დააკავეს, მას 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ედავებოდნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას. დათა ქაშიაშვილი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ლუკა ხიზაძესთან ერთად 2 დღის წინ აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მასაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. კიდევ ერთი დემონსტრანტი, ეს არის ირაკლი მოდებაძე, რომელსაც 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მას მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასთან ერთად ასევე პოლიციელის შეურაცხყოფასაც ედავებოდნენ. კიდევ ერთი მოქალაქის შემთხვევაში გიორგი ყურუაშვილის საქმეზე ამჯერად მოსამართლე დასჯერდა მხოლოდ ჯარიმას, მას 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. კიდევ ერთი დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს არის ია გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე. ისიც 2 დღის წინ აიყვანეს, ოღონდ არა რუსთაველის გამზირზე, არამედ აქ ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მას ედავებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღევანდელ პროცესზე მოუტანა Facebook პოსტები, სადაც იწმუნებოდა ეს წარმომადგენელი გელაგელაძის უწყებისა, რომ თითქოს ია გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი, ლანძღავდა და აგინებდა პოლიციელებს. სწორედ ეს ჩაუთვალეს მას დანაშაულად, ამიტომაც ის ციხეში გაუშვეს 7 დღით. გაერთიანებული სამი პირის საქმე განიხილებოდა. დღეს დავით მაკარაძე იყო მოსამართლე და 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. ამ შემთხვევაში მე ვიცავდი ირაკლი მოდებაძეს, რომელსაც ედავებოდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელის მიმართ. ამ შემთხვევაში არც ერთი მტკიცებულებით ეს არ დასტურდებოდა. წარმოვადგინეთ ვიდეო მასალა, ასევე იყო საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად დასტურდებოდა ის, რომ მშვიდობიანი მომიტინგე იყო და პირიქით აგრესიული მეთოდით აქეთ მოხდა მისი დაკავება სამართალდამცავთა მხრიდან. ია გაბუნია ადმინისტრაციული წესით დააკავეს გუშინ წინ 24 რიცხვში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მას ედავებოდნენ როგორც წვრილმან ხულიგნობას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსის 173 პრიმატ 16 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ისევ ბრჭყალებში მტკიცებულება, რომელიც წარმოადგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, საერთოდ არაფრის მომცემი არ იყო. ზოგიერთი მათგანი საერთოდ შემხებულობაში არ იყო საქმესთან და გაურკვეველია ჩვენთვის რატომ დაუთო იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს როგორც ერთგვარი მტკიცებულება და საერთოდ გაუგებარია ის ფაქტიც, მოსამართლემ რის საფუძველზე შეუფარდა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ანუ რა მტკიცებულებების საფუძველზე შეუფარდა 7 დღით ადმინისტრაციული სახელი. 23 ნოემბერს მოხდა დავით ქაშიაშვილის დაკავება ადმინისტრაციული წესით. შიშლს მას ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173 მუხლის პირველ ნაწილს, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თუმცა თამამად შემიძლია განგიცხადოთ, რომ როგორც შშს-ს წარდგენილი მტკიცებულებებით, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებებით ნათლად ჩანდა, რომ დავითის მხრიდან ადგილი არ ქონია დაუმორჩილებლობას. ის იმყოფებოდა საფეხმავლო ბილიკზე, უბრალოდ ასე რომ ვთქვათ, იდგა. ამის მიუხედავად მოსამართლე თავი და ახორციელებდა თავის კონსტიტუციურ უფლებას. ამის მიუხედავად მოსამართლე დავით მაკარაძე დაეყრდნო მხოლოდ მოწმის ჩვენებას, რომელმაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისცა ცრუ ჩვენება. შეურაცხყოფელი
ლუკა ხიზაძეს არც ერთი პოლიციელის მიმართ არ გამოუთმოს და არც ერთი აქციის მონაწილეს ასევე აქცია იყო მშვიდობიანი, არავითარი ნეიტრალური მოწმე არ არსებობს, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც სამხრეთ ჩანაწერები, რომლებზეც უნდა ფიქსირდებოდეს და უშუალოდ რაიმე სახის სამართალ დარღვევა. ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ჩემი გაფუჭებული იყო სამხრეთ კამერა და მეორე ამბობს, ჟაკეტი მქონდა მომფარებული. კიდევ ერთი მოქალაქე მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც დღეს პატიმრობაში გაუშვეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ეს არის ბაია მარგიშვილი. ბაია მარგიშვილისთვის ეს უკვე მეორე პატიმრობაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მან 14 დღიანი საპატიმრო სასჯელი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოიხადა. ამის შემდეგ უკვე მას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ერთი და იმავე საბაბით მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედაობიან. ბაია მარგიშვილი სამოქალაქო აქტივისტი დღეს პრინციპულად არ დაესწრო თავის სასამართლოს ხდომას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის აიყვანეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ალბატონო ბაია, თქვენ 74 მუხლით. ხალი რატო არ მოხდა? ხალი რატო არ მოხდა? ალბატონო წვეცა. ხალი რატო არ მოხდა? ბაია, ზოგადად ამ პროცესებს სამართალთან არაფერი აკავშირებს, ეს არის რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად და ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სხვა პირის იდენტიფიკაციის შესახებ და არა ბაიასი, რაც შემდეგ უკვე პროცესის ეტაპზე გამოასწორეს და დამატებით დაურთეს ბაიას იდენტიფიკაციის ოქმი. ამის საფუძველზე პიროვნების 5 დღის ვადით დაპატიმრება, თუნდაც 1 დღის ვადით ან საერთოდ პატიმრობა არის ყველანაირ წინააღმდეგობაში ჩვენს კანონმდებლობას. 10-მდე სასამართლო პროცესი, 10-მდე დემონსტრანტის ადმინისტრაციული საქმის განხილვა, ყველა ციხეში არც ერთი გამამართლებელი განაჩენი. ასეთია დღევანდელი დღის მოკლე შეჯამება. კიდევ 3 დემონსტრანტი ელის თავის განაჩენს, არც ერთი მათგანი არ ელოდება, რომ პატიმრობის გარდა რაიმე სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე.